ჩვენ ყველანი თავისუფლებისთვის დავებადეთ. კაი გამარჯობა, მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა მოსწავლებელი და დღეს ლიპარასკევებაა ჩვენი გადაცემის დღე და დღეს სწორედ ამ სახელწოდების წიგნს წარვადგენთ, რომელთაც დღეს ლაპარაკი დავიწყეთ და რომელსაც აქაც ხედავთ პატარა ადამიანები როგორ იჭერენ პატარა, მაგრამ თანასწორი ადამიანები. ეს არის წიგნი თანაბარ უფლებებზე, თანასწორობაზე, ადამიანის დაცვაზე. თუმცა გარშემო ჩვენ ვხედავთ რამდენი ადამიანის უფლება ირღვევა და ვინ არღვევს ამ უფლებებს, ამასაც ვხედავთ ადამიანები, ვინც იციან უფლებები და ადამიანები, ვინც თითქოს არ იციან ეს ადამიანის უფლებები. საყოველთაო დეკლარაცია, სადაც 30 მუხლია და რომლის ილუსტრატორებიც არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ძალიან ცნობილი ილუსტრატორები, მხატვრები, სხვადასხვა კონტინენტიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან. ყველა მუხლს აქვს თავისი ნახატი და განმარტებებიც მარტივად საბავშვო ენაზეა. თუმცა ჩვენ გარშემო ხედავთ როგორც ბავშვის, ასევე ზრდასრული ადამიანის უფლებების რღვევას. ისეთი წანამძღვრებიც აქვს წიგნს, ეს უნიკალური წიგნი Amnesty International-თან პარტნიორობით ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ხელმოწერიდან 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოიცა. დეკლარაციის 30-ვე მუხლი უმშვენიერესადაა გაფორმებული მსოფლიოში აღიარებული ილუსტრატორების მიერ. როგორც თავიდან გითხარით, წიგნი მე ითარგმნა, განსაჯობავა თარგმნელი, გამოცემულობა ინტელექტი და მოდით ვნახოთ რა ხდება ამ წიგნში. ჩვენ ყველანი თავისუფლები და თანასწორები დავიბადეთ. ჩვენ ყველას ჩვენი მოსაზრებები და წარმოდგენები გვაქვს. ჩვენ ყველას ერთნაირად უნდა გვეპყრობოდნენ. ეს უფლებები მონიჭებული აქვს ყველას, მიუხედავად განსხვავებულობისა. შემდეგი უფლება ვნახოთ. არავის აქვს უფლება გვამყოფოს მონობაში, ჯერ არა, ეს არ არის, ჯერ არის ჩვენ ყველას გვაქვს სიცოცხლის უფლება და ცხოვრების თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხო გარემოში ყოფნის უფლება გვაქვს ყველგან და ყველას. არავის აქვს უფლება გვამყოფოს მონობაში, არ ჩვენ და არ უნდა დავიმონოთ, არ ჩვენ არ უნდა დავიმონოთ არავინ. ესეთია შემდეგი. არავის აქვს უფლება ტკივილი მოგვაყენოს ან გვაწამოს. ყველას აქვს უფლება დაცული იყოს კანონით. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ის ყველას მიმართ სამართლიანი უნდა იყოს. გახსენდება ჩვენს ქვეყანაში ესეთი ყველას მიმართ სამართლიანი კანონი. ჩვენ ყველას შეგვიძლია მოვიხმოთ კანონი, როდესაც უსამართლოდ მოგვექცევიან. არავის აქვს უფლება უმიზეზოდ დაგვაპატიმროს, თავის უფლება აღვიკვეთოს ან სამშობლოდან გაგვაძევოს. თუ კი ჩვენ გაგვასამართლებენ, ეს საჯაროდ უნდა მოხდეს. იმ ხალხმა კი, ვინც ჩვენ გვასამართლებს, არავის არ უნდა მისცეს უფლება უკარნახონ როგორ მოიქცნენ. არავის არ უნდა დაბრალდეს დანაშაულის ჩადენა, სანამ ეს არ დამტკიცდება. როდესაც ხალხი ბრალს გვდებს, რომ რაღაც დავაშავეთ, ჩვენ გვაქვს სრული უფლება დავამტკიცოთ, რომ ეს სიცრუეა. არავის აქვს უფლება ღირსება შეგვილახოს. არავის აქვს უფლება უმიზეზოდ ჩვენ სახლში შემოიჭრას, წაიკითხოს ჩვენი წერილები, შეგვაწუხოს ჩვენი ოჯახის წევრები. ჩვენ ყველას გვაქვს უფლება დაუბრკოლებულად გადავადგილდეთ ჩვენს ქვეყანაში და სურვილი სამეფო ვიმოგზაუროთ საზღვარგარეთ. თუ კი ჩვენს ქვეყანაში გვაშინებენ და ცუდად გვეპყრობიან, ყველას გვაქვს უფლება გავიქცეთ სხვა ქვეყანაში, რათა თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ. ესეთი ილუსტრაცია აქვს ამ უფლებას. ყველას გვაქვს უფლება გქონდეს მოქალაქეობა. ყველა ზრდასრულს აქვს უფლება იქორწინოს და შექმნას ოჯახი, თუ ამის სურვილი აქვს. ქალსა და კაცს თანაბარი უფლებები აქვს მაშინაც, როდესაც დაქორწინებულები არიან და მაშინაც, როცა განქორწინდებიან. ყველას აქვს უფლება ერთპიროვნულად ან სხვებთან ერთად ფლობდეს საკუთრებას. არავის აქვს უფლება საკუთრება თვითნებურად წაართვას. ყველას გვაქვს უფლება გვწამდეს იმის, რისიც მოგვესურვება, გვქონდეს რელიგია და შევიცვალოთ ის სურვილისამებრ. ყველას გვაქვს უფლება გვქონდეს ჩვენი აზრი, ვიფიქროთ როგორც სწორად მიგვაჩნია, თქვათ რასაც ვფიქრობთ და ჩვენი აზრები სხვა ადამიანებსაც გავუზიაროთ. ყველას გვაქვს უფლება შევიკრიბოთ მეგობრებთან ერთად და ვიმუშაოთ მშვიდობიან გარემოში, რათა დავიცვათ ჩვენი უფლებები. არავის აქვს უფლება გვაიძულოს შევუერთდეთ ამა თუ იმ ჯგუფს, თუ კი ამის
სურვილი არ გვაქვს. ყველას გვაქვს უფლება ჩვენი ქვეყნის მართვაში მივიღოთ მონაწილეობა. თითოეულ ზრდასრულს უნდა მიეცეს უფლება აირჩიოს მისთვის მისაღები ლიდერი. ჩვენ ყველას გვაქვს უფლება გვქონდეს სახლი, სამყოფი ფული რომ ვიცხოვროთ. დავტყევი, ყველას უნდა შეეძლოს ისიამოვნოს მუსიკით, ხელოვნებით, ხელობითა და სპორტით. ყველა ზრდასრულს აქვს უფლება იმუშაოს, მიიღოს კეთილსინდისიერი ანაზღაურება და შეუერთდეს პროფესიულ კავშირს. ყველას გვაქვს უფლება დავისვენოთ სამუშაოსგან და განვიტვირთოთ. ყველას გვაქვს კარგად ცხოვრების უფლება, დედებსა და ბავშვებს, ასაკოვან უმუშევრ თუ ქმედ უნარო მოქალაქეებს აქვს სრული უფლება, რომ მათზე იზრუნონ. ჩვენ ყველას გვაქვს უფლება აგვირჩიოთ ჩვენი ცხოვრების სტილი და ვისიამოვნოთ ყველა იმ სიკეთით, რომელიც მეცნიერებასა და ცოდნას მოაქვს. საჭიროა სათანადო წესრიგი, რათა ყველამ ისარგებლოთ უფლებებითა და თავისუფლებით ჩვენს სამშობლოსა და მთელს მსოფლიოში. ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ სხვა ადამიანების წინაშე და ჩვენ უნდა დავიცვათ მათი უფლებები და თავისუფლებები. არავის შეუძლია წაგვართვას ეს უფლებები და თავისუფლებები. ეს მთავრდება ადამიანის საყოველთაო დეკლარაციის ილუსტრირებული წიგნი, რომელსაც ქვია ჩვენ ყველანი თავისუფლებისთვის დავიბადეთ. და ზოგიერთი ადამიანი თავისუფლებისთვის კვდება კიდევაც და იბრძვის კიდევაც. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავიცვათ საკუთარი თავისუფლება და დავიცვათ სხვა ადამიანის უფლებებიც. დიდი მადლობა, კარგ და ბედნიერ ქვეყანას და ცხოვრებას გისურვებთ. აბა, შემდეგ შეხვედრამდე, დროებით.